მეცნიერების საერთაშორისო დღეს იუსტიციის სამინისტრო ეროვნული არქივის უნიკალური ხელნაწერების პრეზენტაციით აღნიშნავს. პროექტის ფარგლებში გამოფენილია მე-19 საუკუნის ქართული ხელნაწერი ანბანდიდის სახარება, რომელიც მხოლოდ ერთი დღით იქნება წარმოდგენილი. პრეზენტაციას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, იუსტიციის მინისტრი თეატო ლუკიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. არადა სამოცი ახსენე და პირველი განმარტებას ხელნაწერში აღმოჩნდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკრებშუაში ჩანს ასევე მუსკული შესრულებული ისტორიული საბუთია საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნულ არქივში, რომელიც ქართულ აქტიურად მოაჩინა ქართული ხელნაწერები წინასწარზე როცა იქ მოხდა ხანძარი და აღმოჩნდა კედელში ჩაშენებული ხელნაწერთა რაოდენობა. Ქონდა ძალიან დიდი პატივი მთლიანად სამინისტროს და ეროვნულ არქივს, რომ მობრძანდა პატრიარქი ნახა ეს ხელნაწერი და აგრეთვე ჩვენ მოვისმინეთ მასთან ერთად ეროვნული არქივის წლევანდელი წარმატებების შესახებ, კერძოდ ის, რომ ეროვნულ არქივს იუსტიციის სამინისტროში აქამდე არასდროს არ ჰქონდა კვლევის განყოფილება, სამეცნიერო განყოფილება, ჩვენ ეს განყოფილება შევქმნით წელს და სწორედ ამ განყოფილების მუშაობის შედეგია ის, რომ აღმოჩნდა უნიკალური ხელნაწერები. Სასწაულებელია ის, რომ უზარმაზარი საქმე გაკეთდა და ძალიან დიდი გეგმები აქვს ეროვნულ არქივს და იუსტიციის სამინისტროს სამთავროსანგრესით და დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერების განვითარების ხელშეწყობით ჩვენი სახელმწიფო მიაღწევს იმას, რომ სოფლიოში მოწინავე ადგილზე იქნება იმ კვლევებით და იმ აღმოჩენებით, რომელსაც ჩვენი მეცნიერები ემსახურებიან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ამ დღესთან დაკავშირებით წარმოადგინა წელს დაწყებული სამეცნიერო პროექტებიდან ერთ-ერთი ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პრეზენტაცია და ამ დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი დღით საცავებიდან გამოვიტანეთ მე-19 საუკუნის სახარების დეტალი.